Blues მეოთხე სეზონმა მთელი ფანდომი აალაპარაკა და ამის მთავარი მიზეზი არის ერთი კონკრეტული სცენა მესამე სეზონის ფინალიდან, ეპიზოდიდან სახელად სიურპრიზი. ამ ეპიზოდში ჩვენ ხედავთ მომავლის სცენას, სადაც ზრდასრული Bluey სახლში ბრუნდება სტუმრად. გამარჯობა დედა. როცა ზარი რეკავს, უფროსი ბანდიტი კარს აღებს და მის უკან იმალება პატარა ლეკვი, რომელსაც ბურთის სროლის იარაღი უჭირავს, ზუსტად ისე, როგორც Bluey ბავშვობაში აკეთებდა. ამ ერთმა მომენტმა მთელი Bluey-ის ფანების საზოგადოება გადაირია. და დღეს ჩვენ განვიხილავთ ყველაფერს, რაც Bluey-ის ქალიშვილზე ვიცით. ვინ არის ის, ვინ შეიძლება იყოს მისი მამა და როგორი შეიძლება იყოს მისი მომავალი. დავიწყოთ იმით, რაც ნამდვილად დადასტურებულია. Bluey-ის შემქმნელი Joe Brumy გამოჩნდა ერთ პოდკასტში და პირდაპირ ისაუბრა ამ საიდუმლო ლეკვზე. მან თქვა, რომ ახლა რომ უყურებს, ალბათ უნდა გაეკეთებინა ლეკვი უფრო Bluey-ის პატარა ვერსიად, რომ ყველასთვის მაშინვე გასაგები ყოფილიყო, რომ ის Bluey-ის ქალიშვილია, რადგან ზოგიერთ მაყურებელს გაუჩნდა დაბნეულობა. მაგრამ აქ არის მთავარი დეტალი. Brumma ლეკვს მიმართა როგორც ის, ქალი და არა როგორც ის, კაცი. ამ ერთმა სიტყვამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ Bluey-ის ქალიშვილი ჰყავს და არა ვაჟი. და ამან მაშინვე გააქარწყლა ყველა თეორია იმის შესახებ, რომ ლეკვი ბინგოს შვილი იყო, ან საერთოდ სხვას ეკუთვნოდა. ახლა კი იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. ფანებმა ამ ლეკვს სახელი დაარქვეს, ინდიგო, და გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს სახელი იდეალურად უხდება. ინდიგო ასახავს მისი ბეწვის გამორჩეულ ფერს, ლურჯისა და იისფერის ღრმა ნაზავს. ეს ჰილერების ოჯახის ტრადიციას აგრძელებს, როცა სახელები გარეგნობას ასახავს. Bluey ლურჯია, ბინგოს კი ლაქები აქვს, როგორც ბინგოს ბარათს. ეხლა კი ინდიგო ამავე ლოგიკას აგრძელებს. ერთმა ფანმა მშვენივრად აღნიშნა, რომ ამ სახელშიც არის სიტყვა go ბოლოში, რაც ჩუმი მინიშნებაა ბინგოზე. მისი სრული ფანსახელია ინდიგო დანდელიონი, სადაც დანდელიონი მის ფუმფულა, ჩამოწეულ ყურს მიუთითებს. ეს არ არის შოუს მიერ ოფიციალურად დადასტურებული სახელი, მაგრამ ფანდომა ის იმდენად მიიღო, რომ უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწევა. ეხლა გადავიდეთ ყველაზე დიდ კითხვაზე, რომელიც ამ ყველაფერს ახლავს. ვინ არის ინდიგოს მამა? მაგრამ სანამ კანდიდატებზე გადავიდოდეთ, დაუბრუნდეთ თავად სიურპრიზის ეპიზოდს, რადგან იმ სცენაში არის დეტალები, რომლებიც ბევრმა სრულიად გამოტოვა. როცა ზრდასრული Bluey სტუმრობს ბანდიტსა და ჩილის ოჯახურ სახლში, იმავე სახლში, რომელიც ნიშნის ეპიზოდში კინაღამ გაყიდეს, ბანდიტი კარს აღებს და ვერავის ხედავს. მაგრამ შემდეგ ის ხმას ისმენს, ძალიან სპეციფიკურ ხმას, ბურთს ატყორცნის ხმას. არა. Bandits ეს გზა უკვე გავლილი აქვს. ის დაბლა იყურება და ხედავს პატარა ლეკვს, რომელიც კარის უკან იმალება. მზადაა, რომ ბაბუამისზე ინადიროს, ზუსტად ისე, როგორც Bluey ნადირობდა მასზე, როცა პატარა იყო. თუ ამ ორ სცენას გვერდ-გვერდ დააკენებთ, ახალგაზრდა Bluey ზარს იყენებს, რომ ბანდიტი მახეში შეიტყუოს და ახლა ეს ლეკვი ზუსტად იმავეს აკეთებს. ისინი პრაქტიკულად იდენტურია. ერთადერთი განსხვავებაა ის, რომ ბანდიტი ახლა უფრო ასაკოვანია და კოსტიუმში მყოფი უკვე Bluey აღარ არის. ეს სრულიად განზრახ გაკეთდა. ეხლა კი მამა. ორი მთავარი კანდიდატია, ჟან-ლუკი და მაკენზი. და ჯო ბრუმმა, როგორც უკვე ვახსენეთ, განზრახ შექმნა ინდიგო ისე, რომ ორივეს თანაბრად გავდეს, რათა ყველას ეჭვი შეეტანა. მაგრამ მოდით რეალურ მტკიცებულებებს გადავხედოთ. დავიწყოთ ჟან-ლუკით. ის ფრანგულენოვანი ლაბრადორია, რომელიც Bluey ბანაკის ეპიზოდში გაიცნო და მათი შეხვედრა, როცა უკვე უფროსები იყვნენ, მართლა ძალიან თბილი იყო. კუდებს აკიცინებდნენ. აშკარად ძალიან გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა წლების შემდეგ, მაგრამ აი პრობლემა. ჟან-ლუკი კანადაში ცხოვრობს. Bluey ავსტრალიაში ცხოვრობს და ჩვენ ვიცით ნიშნის ეპიზოდიდან, რომ ჰილერების მთელი ოჯახი ვერ ახერხებდა თავიანთი ქუჩის დატოვებასაც კი არათუ ქვეყნის. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ჟან-ლუკს და ინდიგოს მსგავსი იისფერი ბეწვი აქვთ, სხვა ფიზიკური მსგავსებები ძალიან ცოტაა. გუდი, დრუნჩი, ყურები, არც ერთი მათგანი ჟან-ლუკს აშკარად არ ჰგავს. ახლა მაკენზიზევე ვისაუბროთ და აქ ყველაფერი მართლაც საინტერესო ხდება. თუ მაკენზის პატარა ლეკვობისას, კოსმოსის ეპიზოდში დააკვირდებით და შეადარებთ ინდიგოს, მსგავსებების უგულებელყოფა რთულია. ორივეს ფუმფულა ლოკის ბეწვი აქვს. ორივეს ერთი ყური მაღლა აქვს, მეორე კი დაბლა. ინდიგოს თათი ბევრად უფრო მაკენზისას გავს ვიდრე Bluey-სას და მათი კუდებიც საოცრად მსგავსია. ორივეს ფუმფულა აქვს, განსაკუთრებით ბოლო ნაწილში. მაგრამ ფიზიკური მტკიცებულება მხოლოდ ნაწილია, რადგან შოუ ჩუმად დიდი ხანია აშენებს Bluey-სა და მაკენზის ურთიერთობას. სერიალის მხოლოდ მერვე ეპიზოდში, ხილის ღამურაში, მაკენზი Bluey-ის სიზმარში ჩნდება. ის ერთადერთი არასაოჯახო წევრია, ვინც იმ მომენტში იქ ჩნდება. შემდეგ ეპიზოდში ბარკი ბოუტსი, Bluey და მაკენზი ზუსტად ერთსა და იმავე დროს, ზუსტად ერთსა და იმავე ფრაზას ამბობენ. ვინტონი მაშინვე ხუმრობს, რომ ისინი დაქორწინდებიან. ორივე ამაზე წუწუნებს. ისინი ხომ მხოლოდ 6 წლისები არიან, მაგრამ შემდეგ კალიფსო ჩაერევა. და მიუხედავად იმისა, რომ ის ტექნიკურად უხსნის უფროსი ბავშვის კაპიტანსა და მიას შორის ურთიერთობას, რასაც ამბობს, ისევე ეხება Bluey-სა და მაკენზის.
გრძნობები, რომლებიც ჩუმად იზრდებოდა და ვეღარ იკავებს თავს. იმ ეპიზოდის ბოლოს ორი პატარა ნავი ერთმანეთისკენ მიიწევს და ეხება ერთმანეთს. ბლუიში არაფერი ხდება შემთხვევით. ის მომენტი წინასწარმეტყველებას გავდა. და ინდიგო, რომელიც იმ კარის უკან ბურთის გასროლის როლით იმალება, შეიძლება იყოს მტკიცებულება იმისა, რომ ეს წინასწარმეტყველება ახდა. ჯო ბრამს არასდროს დაუდასტურებია მაკენზი მამად. ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ ინდიგოს მამა იყოს ვიღაც, ვისაც ჯერ კიდევ არ შევხვედრივართ. ვიღაც, ვინც ბლუის ცხოვრებაში მომავალ ეპიზოდში გამოჩნდება. მაგრამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფიზიკური ნიშნები, ჩამოწეული ყური და ბლუისა და მაკენზის შორის წლების განმავლობაში ჩუმად დაგროვილი მინიშნებები, მტკიცებულებები ერთ მიმართულებაზე მიუთითებს ყველაზე მეტ-მეტად. ეხლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ინდიგო, რადგან მისი დიზაინი მთელი შოუს განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილად და დეტალურად შექმნილია. ის ლეკვია, რომელსაც აქვს ლურჯი სხვადასხვა ელფერის ბეწვი, მარჯვენა ყურზე მუქი ლაქა, ყურის შიგნით თბილი ფერი და ოდნავ უფრო ღია ფერის თათი. მაგრამ რაც მის დიზაინს მართლაც განსაკუთრებულს ხდის არის ის, რამდენი ჰილერის ოჯახის წევრის ამოცნობა შეგიძლიათ მის სახის ნაკვთებში, თუ კარგად დააკვირდებით. მისი ცხვირი ტრიქსის, მაფინის და სოქსის ცხვირს გვავს. მისი დახრილი თათი ბრენდისა და ბინგოსაც აქვთ. მას ბრენდის ბეწვის კულულები, რედლის ლაქები და ბობის თეთრი ტონები აქვს. და ის მოხრილი ყური, დეტალი, რომელიც მამაზე კამათში ყოველთვის ჩნდება, სტრაიპსაც აქვს. როცა ამას ყველაფერს ერთად შეხედავ, ინდიგო ფაქტობრივად ცოცხალი საოჯახო შეკრებაა. ჰილერების საგვარეულო ხის ყველა დოდს თავისი კვალი დაუტოვებია მის გარეგნობაში. მაგრამ პერსონაჟი, რომელსაც ის ყველაზე მეტად გავს, არის ანა კრისი. ინდიგოს ფერთა გამა მათ თაობებს შორის ძალიან მიზანმიმართულად აკავშირებს. და ამ ყველაფრის გარდა, მისი იისფერი ლაქები და ყვითელი შიდა ყურები ისევ ბლუისთან აკავშირებს. ის დედამისის შვილია, მაგრამ ის მთელ ოჯახს თან დაატარებს. ეხლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, როგორი შეიძლება იყოს ინდიგო როგორც პერსონაჟი. და ვამბობთ შეიძლება იყოს, რადგან იმ ერთი მოკლე სცენის გარდა ჩვენ მას არასდროს გვინახავს ვინმესთან ურთიერთობაში. მაგრამ ის ერთი სცენა უფრო მეც გვიყვება, ვიდრე თქვენი ფიქრებდით. ის ფაქტი, რომ ის კარის უკან იმალება ბურთის ბლასტერით და ზუსტად იმავე ხრიკს იყენებს, რაც ბლუიმ ბანდიტზე წლების წინ გამოიყენა, მიგვანიშნებს, რომ ინდიგომ დედის თამაშისა და ცელქობის მხარე გადაიბარა. ის უბრალოდ არ დგას იქ, რომ წარუდგინონ. ის თავის ბაბუას ნადირობს. 6 წლის ასაკში ბლუი ზუსტად იმავეს აკეთებდა. ასე რომ შეგვიძლია მაშინვე ვივარაუდოთ, რომ ინდიგო ენერგიულია, კრეატიულია და უყვარს კარგი თამაში, ზუსტად როგორც მისი დედა. მაგრამ აქ ხდება საინტერესო. თუ მაკენზი მართლაც მისი მამაა, მაშინ ინდიგოს ექნება მისი მშვიდი და უშფოთველი ხასიათიც, რაც დააბალანსებს ბლუის ქაოტურ ენერგიას და სინამდვილეში ინდიგოს ძალიან საინტერესო პერსონაჟად აქცევს. ვინმე ვინც შეუძლია დაგეგმვა და მოთმინება მაკენზის მსგავსად, მაგრამ ასევე ზუსტად იცის, როდის უნდა წამოიწყოს ბურთის ბლასტერის თავდასხმა ბლუისავით. ეხლა კი თეორია, რომელზეც ნამდვილად ღირს დაფიქრება. ბრუმმა მიანიშნა პერსონაჟების ასაკის გაზრდის შესაძლებლობაზე მომავალ სეზონებში. თქვა, რომ რაღაც ძალიან სასიამოვნო იქნებოდა ახალი, უფრო ახალგაზრდა პერსონაჟების შემოყვანაში, მაშინ როცა ბლუი და ბინგო უფრო ასაკში იქნებოდნენ. და თუ ეს მოხდება, ყველაფერი შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს. წარმოიდგინე თინეიჯერი ბლუი, რომელიც უმკლავდება საშუალო სკოლას, ახალ მეგობრობებს და ყველა იმ რთულ გრძნობას, რაც ზრდასთან ერთად მოდის. მისი კრეატიულობა განვითარდებოდა, მეგობრობები კი გაღრმავდებოდა. და სადღაც ამ გზაზე, თუ მაკენზი მართლაც ინდიგოს მამაა, რაღაც შეიცვლებოდა მათ შორის. ორი ბავშვი, რომლებიც თვალებს ატრიალებდნენ, როცა ვინტონი ამბობდა, რომ ოდესმე დაქორწინდებოდნენ, საბოლოოდ ერთად აღმოჩნდებიან. თინეიჯერი, ბლუის სეზონი შეიძლება იყოს ის ადგილი, სადაც ამას პირველად დავინახავთ. და ეს პატარა ლეკვი კარის უკან იგრძნობდა, რომ ის იყო იმის ლოგიკური კულმინაცია, რისაკენაც შოუ მთელი ამ ხნის განმავლობაში შეუმჩნევლად მიდიოდა.